მე ის მიყვარს რომ ჩვენ ყიდით ელექტროენერგიას. რატომ უნდა გვესდებოდეს ფასი არ ვიცი. აი ვის თურქეთზე რომ ყიდით იმათ თუ ესდებათ ტარიფი. შექმნილია ერთგვარი კომისია პარლამენტში, რომელიც მუშაობს ამ ფასების კლებაზე. გაქვთ მოდით რომ გაიაფთება საკვები პროდუქტები საქართველოში? სამეთვე მაღაზიას უსლაპარაკი და არაფერი არ გაიაფებულა, ყველაფერი ძვირდება და ეხლა წამლების ფასებსაც ისწავლიან, ვითომ არ იციან საქართველოში რა ხდება. ანუ კიდევ უფრო გაძვირდება ჩვენი ცხოვრება. რა თქმა უნდა. საწავლა. რა გამოსავალს ხედავთ? ბიზნესი არ იზარალებს. ბიზნესმა შეიძლება იმ ხელაფასთამადი რაღაც პერიოდი იზარალოს, მაგრამ მერე გაასწორებს იმ ბალანსს და მithumetas ხვილი ბიზნესი ზარალში არ წავაჩენს რა. ჩვენ გადავით ყველა ფასების მატებას იხდის უბრალო მოსახლეობა. ჩვენს უგზე გადაივლის ეს ყველაფერი. აბსოლუტურად. ხო გეუბნებით, მარტო მაცივრების ხარჯი გაიზრდება და იმ პროდუქტის შენახვის პირობები რო დაიცვას მაღაზიამ, უნდა გაზარდოს ფასი. სხვა გამოსავალი არ აქვს. მომწოდებელმაც უნდა გაზარდოს ფასი. ეს რატომ აწყობს ოცნებას? რატომ გაზარდა რეალურად დენის ტარიფი თქვენი დაკვირვებით? არ ვიცი, წყალი რა მქონი არ გაწირებულა. დიდარაში მოდის ხარი და ჩვენ დენი რატომ გვიწირდება ვერ ხდები.